გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. მინდა დავბრუნდე. ამ სახელწოდების აქცია გაიმართა დღეს ბათუმში. 500-მდე ახალგაზრდამ ბათუმის ცენტრში ხელების ერთმანეთზე ჩაჭიდებით სიმბოლურად სახლის სახურავი გამოსაღეს. აქციის ორგანიზატორი კოალიცია სამართლიანობისთვის იყო. მათი მთავარი მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანას 400.000-მდე დევნილი ჰყავს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ღირსეული დაბრუნება იყო საკუთარ სახლებში. აქცია უჩვეულოდ ეგრეთ წოდებული ფლეშმობის ფორმატით ჩატარდა. ბათუმშივე გაიმართა სიმღერაზე მინდა დავბრუნდე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია. ძალიან მოხარულები ვართ იმისით, რომ დევნილების საკითხი ასე აქტიურად წამოიწევს აი ამ ტიპის აქციების შედეგად. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ ბევრ აქციას. ძალიან საჭირო გზავნილი იყო დევნილების და არა მარტო დევნილებისთვის. ყველა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ყოველი მე-11 არის დევნილი და მინდა დავბრუნდე, ეს არის არა მარტო ჩემი სიტყვები, ეს არის 400.000 ადამიანის სიტყვები. გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.